სოფელ კაპრეშუმში რიჟვაძეების დამწვარი სახლი დღეს ხელვაჩაურის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ მოინახულა. მუნიციპალიტეტის გამგებელი ოჯახის წევრებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მისი განმარტებით ოჯახს თავდაპირველად ერთჯერადი 1000 ლარი გადაეცემა. ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს კი სამთავრობო კომისია შეისწავლის. ვარშანიძის ინფორმაციით ოჯახი სავარაუდოდ 10000 ლარს მიიღებს. რავადებში დაკმაყოფილდება რიჟვაძეების ოჯახი ამ ეტაპზე უცნობია. დაზარალებულის განცხადებით გუშინ სახაძრო სამაშველო სამსახურის მანქანამ ხანძრის კერამდე მისვლა დააგვიანა. მიზეზად კი შიდა სასოფლო გზის მწყობრიდან გამოსვლა სახელდება. ხელვაჩაურის გამგეობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე სახანძროს წყალი დაიღვარა, რამაც გზის ატალახება გამოიწვია. ნადიმ ვარშანიძის თქმით, გზის რეაბილიტაცია უმოკლეს ვადებში დაიწყება. ხანძრის შემთხვევაში სახელმწიფო კერძოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან უყობს 10000 ლარის ოდენობის თანხას. მანამდე მუნიციპალიტეტი სარეზერვო ფონდიდან გამოუყოფთ 1000 ლარს და ამ 1000 ლარით ქირით იქნებიან გასული. გზა კეთდება, ნაწილი დაგებულია, ბეტონირება მოხდა. ეხლა გზა გააფუჭა ისევ სახანძრო, როცა მოვიდა წყალი დაიღვარა, იქ მომზადებული იყო ფაქტიურად დასასხმელად ბეტონი, მუშაობდა მოსახლეობა. ამიტომ ეგ თავისთავად ცუდია, რომ გზა გაფუჭდა, გზამ ხელი შეუშალა, მაგრამ იმასთან დაკავშირებით, რომ გზა კარგი ყოფილიყო, არ დაიწვოდა, ეგ აბსურდია. რასო შესაძლებლობა იქნება, რასო იქნება ყველაფერი და 1-3 ოთახი ყველაფერში გეხმარებით მითხრეს ყველა. რაში გეხმარებით? ყველაფერში. ბინას უკირავებთ ყველაფერში მითხრეს.